მეგობრებო, ძალიან სახალისო ვიდეოს გადავაწყდი სკროლვისას, თუ როგორ ებრძვიან თანამედროვე ფემინისტები, არც მეტი, არც ნაკლებ იოსებ სტალინს. ანუ, ეხლა მე თქვენ განხევთ ისეთი სახის ილუსტრაციას და ისეთი სახის დემაგოგიას, რომ აი გაგიჟდებით. ასევე დალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, გაუზიარე მეგობრებს, შეგიძლია გამოყვე Instagram-ზე, რომლის ლინკი აღწერამში მითითებული, სადაც ყოველდღიურად ძალიან აქტიური ვარ და შეგიძლია გაკეთო დონაცია და დაეხმარო არხს განვითარებაში. ის გამარჯვება არ იყო ინდივიდუალური. ნახეთ, დასაწყისი ძალიან საოცარია. სტალინის გამარჯვება არ იყო ინდივიდუალური, საუბარია მეორე მსოფლიო ომზე. აქ ნახეთ, საუბარი იმაზე კი არ არის საბჭოთა კავშირის გამარჯვება გერმანიაზე არ იყო ინდივიდუალური, არა, სტალინის გამარჯვება არ იყო ინდივიდუალური. ნახეთ, პროპაგანდა როგორ მუშაობს. ეხლა მე ნაბიჯ-ნაბიჯ განახებთ ყველაფერს. ნაციზმის დამარცხება შესაძლებელი გახდა მოკავშირეების, ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის, ბალკანეთის სახელმწიფოებისა და ისეთი ქვეყნები ჩამოთვალა ნახევარზე მეტი, რომელიც თავად საბჭოთა კავშირმა გაანთავისუფლა. ბალკანეთის ქვეყნებიო, პოლონეთიო, აი საფრანგეთი, აი საფრანგეთს რო წვრილი მიუძღვის მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებაში, აი სასაცილოდ არ მყოფნის მარტო ერთი მაგალითი, მაჟინოს ხაზი როგორ წარმოქმნეს ფრანგებმა ფრონტის მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორ აიღეს ნაცისტებმა ბელგია და როგორ შევიდნენ ბელგიიდან საფრანგეთში და უსიტყვო კაპიტულაციით. მთელ საფრანგეთს გერმანია ცნობდა როგორც ერთ დიდ ბორდელს. საფრანგეთი და პარიზი იმით იყო ცნობილი მეორე მსოფლიო ომის დროს, რომ იყო ერთი დიდი ფაშისტების ბორდელი. და ეხლა ეს გოგო, ეს ფემინისტი წარმოიდგინე, ხსნის რომ საფრანგეთის წვრილი ძალიან დიდია ამ გამარჯვებაში, დიდი ბრიტანეთის წვრილი ძალიან დიდია, ამერიკის შეერთებული შტატები ისეთ ფილმებს იღებს მეორე მსოფლიო ომზე, რომ თითქოს ომი მაგათმა მოიგეს. და სინამდვილეში ძალიან კარგად ვიცით ყველაფერი, ხო? და რა ვიცით ამის შესახებ? პროპაგანდა როგორ მუშაობს? ერთადერთი ფრონტი ნორმანდიაზე, როდესაც მოკავშირეებმა გადასხეს, მთელი მოკავშირეები ვინც იყვნენ დასავლეთ ფრონტზე, აი მთელი გერმანია ებრძოდა ამ ხელა მოკავშირეებს. ერთი გერმანია ებრძოდა ამერიკას, ბრიტანეთს, საფრანგეთს, სულ ყველას აბსოლუტურად და რამის შემოუტრიალა. ეხლა ეს გოგო თქვენ გველაპარაკება იმაზე, რომ თურმე ამერიკა რო არ ყოფილიყო, რასამ საბჭოთა კავშირი ომს ვერ მოიგებდა. აი რა დონის სისულელეზე აქვს საუბარი, ხვდებით? დანკირკის ოპერაცია ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ბრიტანელებმა როს შემთხვევით გადაიყვანეს საკუთარი საჯარისო ნაწილები ბრიტანეთის სანაპიროს, სადაც მოსახლეობა დაეხმარა. ეგრომ არა, მაგ ბრძოლასაც წააგებდნენ გერმანელებთან. აი ეს ცხაპრებს გასმენდებენ იმისათვის, რომ ტვინის გამორეცხვა. სხვა ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით, რომლებიც წითელი არმიის გვერდით იბრძოდნენ, ან ფრონტს დასავლეთიდან ართმევდნენ. და იგივე არხი რაზე გველაპარაკება, ნახეთ, ეს მენსტრუალური ჭიქაა. მენსტრუალური ჭიქა, ისეთ შეგიძლია საფენების. არა, თქვენ ხვდებით რასთან გვაქვს საქმე, ხა უყურეთ, აი მარტივად აი ნახეთ როგორ ხალხო რამდენ ფულს ხარჯავენ საქართველოში, რომ სტალინის პერსონას ებრძოლონ. USAID-ები და ეს ამერიკიდან წამოსული ეს ისინი თქვენ დაფინანსებები, არასამთავრობოები, წარმოგიდგენია თქვენ რასთან გვაქვს საქმე, რომ ბიჭო იდეოლოგიას კი არ ებრძვიან რა საბჭოთა კავშირი, კაც ებრძოლე რაც გინდა ის გააკეთებს მეხებზე მგიდია. ბიჭო სტალინს რო ებრძვი, ხო აქ ცალსახად ერთ რამეს უსვამხას. ანუ რახან ამხელა რესურსის ხარჯვა გიწევს და აემდენი არასამთავრობოების, მოძრაობების, არხების, მედია პროპაგანდის საშუალება, ანუ მაგ კაც რომელიც 70 წელზე მეტი მკვდარია, მკვდარსაც საფლავში არ ასვენებდა, მკვდარიც საშიშია თქვენთვის. ვინ ებრძვის ახლა ფემინის მულტიმედია პლატფორმ ჯორჯია, ანუ ფემინური მოძრაობა, ახლა აღწერა გასაგებია, ახლა უყურეთ რა რას აი სასაცილო. არა რუსულ მთავრობას მენსტრუაცია და აქ უკვე აი შინაარსი რა არის უკვე ხო ხდებოდა, ეს არის აი როგორ გითხრა, ეს არის აი პიროვნების არქეტიპები, ხო იცით? აი უკრაინის დროშა, ევროკავშირის დროშა და უკრაინა ევროკავშირი უნდა გაიკრას არა რუსულ მთავრობას, მენსტრუაციული ციკლი ის ზელენსკი მაგარი ტიპია, ანუ მარტივი არქეტიპებია უკვე რა, რომ დავსვათ ადამიანის დონის სიბრიყვე რა არის ზოგადად. აი ვინმე ისტორიკოსი ხალხო ეხა უყურეთ რა, მოდი ორი წამი გადავალ, ეხა უყურეთ სტალინი. ბევრს არ ევასება ჩემ გარშემო ბევრ ადამიანს არ ევასება, კაცო. მე მათ აზრს პატივს ვსემ. ჩემი ახლობლებიც არიან, რომელსაც სტალინი არ ევასება, მეგობრებიც არიან სტალინი რო ევასება. ხა მე მევასება ძალიან მაგ და რატომ ევასება? მე ამას ძალიან არ ერთ ვიდეოში მაგ ახსენე და კიდე ახსნე. მარტივად და მოკლედ რომ გაიგოთ. ხალხო, პიროვნების შეფასების განსხვავებული ინდიკატორები გვაქვს. ანუ მე ხა ვაფასებ სტალინის პიროვნებას.
აი რა მაგარი ტიპი იყო, რა ძლიერი იყო, ნულიდან როგორ გახდა საბჭოთა კავშირის ბელადი ადამიანი, რომელიც ყაჩაღობით ირჩენა თავს, როგორ მიაღწია იმას, რომ გახდა გენერალ-სიმუსი, როგორ მოიგო მეორე მსოფლიო ომი. ჯერ კიდევ სანამ საბჭოთა კავშირის ლიდერი გახდებოდა, მაქამდე როგორ გადალახა ცხოვრებაში ეს არაერთი გამოწვევა. ანუ ნახეთ, ვაფასებ აბსოლუტურად განსხვავებული პრიზმიდან იოსებ სტალინს. და ვაფასებ იმ კონტურებში, ხა არაერთხელ თქმულა და ერთ ძალიან ცნობილ ადამიანს აქვს ესეთი რაღაცა ნათქვამი, რომ ანუ სტალინზე რაც არ უნდა ცუდი ილაპარაკო, აი ქართველის შინაგან სამყაროში ყველაზე ანტისტალინელსაც კი ახარებს ერთი ფაქტი, რომ ადამიანი, რომელმაც მოიგო მეორე მსოფლიო ომი და რომელმაც შეაჩერა ეს მსოფლიო მასონიზმი და მსოფლიო ეს სიგიჟები, იყო იოსებ სტალინი. აი ესეც კი გურისო მას იმაში, რა ქვია, სიამოვნებას და ესეც კი ეგოს უხარებს, რომ ეს პიროვნება იყო ქართველი ეროვნებით. და ეხლა ამ დროს ნახეთ, აი უნდა დაფიქრდეთ, ეხლა საერთოდ ღმერთმა მოგცა ანალიტიკის უნარი. ხა ადამიანი, რომელიც მოდის და თქვენ გელაპარაკებათ ფემინისტ და კაცო, ვინმე ისტორიკოსი რო იყოს და მესმის კაცო დახურეტებიც ვიცი, გოლოდომორ ყველაფერი ვიცი. სტალინს იმდენად კარგად ვიცი, რომ არ დაესიზმრებათ იმათ რა ქვია, არც ერთ NGO-ს საქართველოში მისი დადებითი მხარეებიც ვიცი და მისი უარყოფითი. რაკნა პოზიტიური ეგეც ვიცი, რაკნა უარყოფითი. უბრალოდ თემა რა არის აქ იცით, უნდა სტალინის კულტი ჩაკლან რა ხალხში. იმიტომ რომ სტალინი მკვდარი საშიშია მათთვის. წარმოვიდგინოთ თქვენ რამხელა ფულები იდება ერთ რამეში. იმაში კი არა კაცო, რომ აი მაგალითად საბჭოთა კავშირი ცუდი იყო, რაღაც ფაშიზმი ესეთი იყო, იქ რუსეთი არა, ფული იდება იმაში, რომ უბრალოდ სტალინი გააფუჭე რა. დასმენინებენ ამ იმას ბოთეებს, ეხა იმათ რა ცხოვრებს იმას, აი ამდენი დახური და ამდენი ისაქნა, ამდენი ესაქნა, მეორე ომი სისხლის გარეშე ვის გაუგია, გეკითხებით. აი მართლა სერიოზული ეჭვი მიჩნდება ხალხთან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამბობენ, რომ აი ისა რა ქვია, ომი რანაირად უნდა ისტორიაში მანახეთ ერთი ფაქტი, უსისხლოდ ომი მორჩენილი იყოს. აი მანახონ ერთი ფაქტი, სადაც სისხლის გარეშე ომი რჩება. ანუ ერთ რამეს ხო შეიძლება ყველა შევთანხმდეთ, რომ ერთი ადამიანმა რაკნა რა სისასტიკეები გამოუვლინა, ეგ ერთი მხარე, მეორე მხარე როგორ იყო ის პიროვნულად. ბიჭო, საქართველოში ამ NGO-ებს, ამ ოპოზიციას ბიძინა ვერ დაუმარცხებიათ. ბიძინა ივანიშვილი ვერ დაუმარცხებიათ. რომელი ესენი პუტინი უნდა დაამარცხონ, რომელი სტალინი უნდა დაამარცხონ, რომელი რაღაცა ნაციონალ-სოციალიზმები და რა ქვია, მუშათა პროლეტარიატი, ეს ხო აბსურდია რეალურად, ხო? ანუ თავიდანვე ტყუილით როა რაღაცა დაფუძნებული, იმას განვითარება არ უწერია. ახლა უყურეთ, აი ანუ ეს არის აი взгляд სტალინა, ანუ სტალინის სახე, რომელიც დღემდე ისტორიაში იწვევს ყველაზე დიდ შიშს. ანუ აი მინდა უყუროთ ამ კადრებს თქვენთან ერთად რა. არ მინდა ბევრს არ ვილაპარაკებ, არ მოგაწყეთ საუბარი. აი მეგობრებო, ნახეთ, აი ამასთან გვაქვს საქმე ჩვენ, აი რასთან გვაქვს საქმე, ნახეთ. საერთოდ მეორე მსოფლიო ომის დროს და სტალინის დროს არსებობდა პიროვნების კულტი. და თვითონ სტალინმა შექმნა, რა თქმა უნდა, და იმ დროის გადმოსახედიდან ეს რა თქმა უნდა სწორი იყო. იმიტომ რომ მაგალითად არსებობდა საბჭოთა კავშირში და მეორე მსოფლიო ომის დროს ესეთი ლოზუნგი, რომ ზა როძინუ, ზა სტალინო, რაც ითარგმნება სამშობლოსთვის და სტალინისთვის. ეხლა უყურე, შენ ომს ვერ მოიგებ თუ არ შექმენი ამხელა ინფორმაციული პროპაგანდა. შენ ომს ვერ მოიგებ თუ არ გამოიჩინე განსაკუთრებული სისასტიკე. ნახეთ, ის აი ბიბლიაში ავიღოთ. აი სულ არ წავიდე ეხა და არ დავიწყო რა ქვია, დავით ახმაშენებელს რამდენი ყავს ნახოცი აქ და იმას რა გიორგი ბრწყინვალეს ხო თავები დააჭრა ნახევარზე მეფე მთავრებს. ბიბლიაში ავიღოთ იოსე ნავის პერიოდი. პირდაპირ ბიბლიაში წერია კაცო, მე ვამბობ აი ღვთის სიტყვა, აი პირდაპირ ბიბლიაში წერია რომ იორიქონს როდესაც იღებდნენ, ეს არის მოსეს შემდგომი პერიოდი, ღმერთმა უბრძანა იოსონავის ეს რომ შეხვალ ქალაქი გაწმინდე, დახოცეს უყველა დიდი პატარა ქალიოს, აბსოლუტურად ყველა გაშლილდა. ეხლა ამას აქვს ძალიან დიდი კონტექსტი. ეხლა ამას რო გავყვეთ ჩვენ რელიგიურ დისპუტში გადავალ და აქ ეხლა ვერ მიხვდებიან რომ ძველ აღთქმაში აბსოლუტურად სხვა შეფასება იყო, რომ იყო რჩეულიერი და დანარჩენი უწმინდური ერები და ეს აბსოლუტურად განსხვავებული კრიტერიუმებია ძველ და ახალ აღთქმას შორის. ხალხო, მე ის თქვა მინდა და ეხლა რატო გავაკეთე ამხელა ცირკულარი და წრე რატო შემოვარდნი. საერთოდ დედამიწაზე, ანუ დაცემულ სადაც ადამიანს აქვს დაცემული ბუნება, ხო? ანუ არ არსებობს ომი, არ არსებობს წარმატება, არ არსებობს რაიმე რომელიც არის ზიანის, ტკივილის, ძალადობის ან სისხლის გარეშე. ანუ არ არსებობს, ნახე, ყოველთვის გიწევს ან ერთი უარესი, ან უფრო უარესი აირჩიო. ნახეთ, მეორე მსოფლიო ომის დროს ებრძოდა საბჭოთა კავშირის საკუთარი კომუნისტური იდეით, ანუ მე კომუნიზმის სულ კიდევ ერთხელ მორებ, არანაირი სიმპათია არ გამაჩინა და საერთოდ აი პირდაპირ გეტყვით, სულ ცალფეხზე მკიდია როგორ იყო ხა მარქსის წაკითხული, მაგ ენგელსის, პლეხანოვის ვიცის, რაუტოპიაა საბჭოთა კავშირი, ჩემზე კარგად კიდევ ერთხელ თქვენ არიცით.
მაგრამ მე მაგ სტალინზე საუბარი. ანუ სტალინი იყო აბსოლუტურად სხვა პერსონა და გაცილებით მაღლა მდგარი იდეოლოგიურად, გაცილებით მაღალი მდგარი პიროვნულად, გაცილებით მაღალი დონი სოფხედველობით, ვიდრე ეს უბრალოდ კომუნიზმი. ეხლა როგორ შეიძლება მე ბრეჟნევს და ხრუშოვს სტალინის შევატარო, ხო? ეს ვარი აბსურდი. აი ნახეთ, მე მაქვს ესეთი მრავალპროფილური ინდიკატორი შეფასების, რომ აფასებ ამ პერსონას კონკრეტულად რა მაგარი ტიპი იყო. როგორ შეიძლება გიტლერზე ვთქვათ იგივე, რომ აი გიტლერი რაღაც იქ ეძინა, რა ქვია, ავსტრიაში ქუჩაში ეძინა და საკუთარ ნახატებს ილისყიდა, რომ სალუკვაპური ეჭამა, ხო? ვაფასებ ამ ადამიანს, რომ რამხელა ტრავმებისა და ტკივილისა და ბრძოლის შედეგად ხალხო, რომ ჩვენ წუწუნებთ, ეხლა რომ ზოგს ვის არა გვაქვს, პური არა გვაქვს, ზოგს სახლი არა გვაქვს, ზოგს მანქანა არა გვაქვს და ტიპები შიმშილ ეს სტალინი იყო ჩვეულებრივი იმას, რა ქვია, ბანდიტი იყო იმაში, რა ქვია, ახალგაზრდობაში. იმას ძარცვავდა, ამას ძარცვავდა, იმას შებოდა, ანუ ჩვეულებრივი მოხოდილი ტიპი რა, ესე რომ ყველაფერი შეიძლება იმასთან კომუნიკაცია ბუნებრივად გამომუშავებული, იქ წიგნებს კითხულობდა, იქ ისა. ანუ ხო უნდა დაფიქრდი არა, რომ ამ ცხოვრებიდან რომ ტიპი ამ ხელა რაღაცას აღწევს, ანუ რაღაც გააკეთა, ხო? მაგრამ მე გეუბნებით კიდევ ერთხელ ამ ადამიანებს ტვინში არ მუშაობთ, რა იცით? სუბლიმაციური აზროვნება. სუბლიმაციური აზროვნება რას ნიშნავს, იცით, რომ მე პიროვნებას არ ვახდენ მხოლოდ ერთი კონტურებით შეფასებას. ანუ პიროვნებას არ ვაფასებ მხოლოდ ერთი გადმოსახედიდან. მედაც აქვს ორი მხარე. მეც როგორც შეიძლება როგორც შევაფასო როგორც პიროვნებით როგორი ვარ ზოგადად ცხოვრებისეულად როგორი ვარ, ცხოვრებასთან დამოკიდებულად, ფუნდამენტურად როგორი ვარ, ღირებულებებით როგორი ვარ, მეგობრებთან როგორი ვარ, დედასთან როგორი ვარ, მამასთან, ანუ ესე უნდა შევაფასოთ მე და ყველა ადამიანი ესე უნდა აფასებდეს ყველა ადამიანს, მაგრამ ხალხო, ეს ადამიანები არა რადიკალები სინამდვილეში. ანუ ლიბერალები, ფემინისტები ეგენი არიან, მაგათ აქვს დიდი ბოროტება ზოგადად. აი როგორც ნაციონალურ მოძრაობას ახლა დიდი ბოროტება აქვს მაგათ. ბოროტება, როდესაც დიდი გაქვს, შენ იმის გამოვლინება თუ არ გაკეთე, შეიძლება ბოხმით გასკდე ადამიანი. ამიტომ არის ეს დაუჟელობის სინდრომი საქართველოში, რომ ყოველ მეორე სულელს აქვს აიღოს მიკროფონი ხელში და ისაუბროს და ენაზვალი არ აქვს. გამოდის ფემინისტი სტალინზე ლაპარაკობს, გამოდის სტომატოლოგი იმას სტალინზე ლაპარაკობს და გამოდის ვიღაცა, რავი, მეძავები სტალინზე ლაპარაკობენ. ეგრე არ ხდება, შემოწმაო, არ ხდება. ეხლა მე მინდა მოგასმენინოთ აი კონკრეტულად აი რუსები რამოდენიმე სიტყვით მოგასმენინოთ რა რუსები რას ფიქრობენ ზოგადად სტალინზე რა და გადმოგითარგმნით. Вот. Сталин был последний государственный деятель, который заботился о своей стране. После него таких не было. ანუ სტალინი იყო უკანასკნელი ადამიანი, რომელიც მართლა საკუთარი იმებით აკეთებდა ყოველგვარი სიმდიდრისა და ყოველგვარი პიროვნული, ესე ვთქვათ, მოგების გარდა, ანუ წმინდა წყლის იდეოლოგიურად აკეთებდა ყველაფერს. Которому было абсолютно наплевать на свои личные интересы, личные богатства. არც პიროვნული პირადი სიმდიდრეები არ და არც პიროვნული ისენი ყველაფერი იყო მხოლოდ იდეაზე ორიენტირებული. მაგიტომ იყო მაგარი. Личные удобства. Не было у вас таких после него. ანუ ჩვენ არ ყოლია რუსებს ეუბნება თვითონ სტალინის მე არ ყოლია ეგეთი ადამიანი არც მაგრაირად დიდი არც მაგრაირად ძლევამოსილი და არც მაგრაირად ხალხზე გადამკვდა არ ყოფილა ეგეთი. Одно я помню, ახლა მეორე что когда он умер, моя бабушка плакала. ერთადერთი რაც მე მახსოვს როდესაც ის მოკდა სტალინზეა საუბარი ბებიაჩემა ტირილი დაიწყო. Люди шли и плакали. ხალხი გამოდიოდა და ტიროდა ქუჩებში. Этот день, значит, у него было много и хорошего. მას ქონდა ბევრი რამე კარგი. Что было хорошего? რა იყო მასში კარგიო? То, что он войну выиграл. ომი მოიგო. А он выиграл Мар войну? მოიგო ომი. Он выиграл войну? Но он был Кем? главой нашей Если хочешь, страны. я такой Люди крестоварил. ему поверили. აჰა. Люди пошли. А вы помните лозунг такой «За Родину, за Сталина»? თქვენ გახსოვთო ეგეთი ლოზონგიო ხალხისთვის და სტალინისტვის რომ სოფლიოში არ არსებობდა ეგეთი რამე მაგალითად ხალხისთვის და კეისრისთვის ხალხისთვის და მაკედონელისთვის ხალხისთვის და რაღაც ჩინგისხაენისთვის არსებობდა ხალხისთვის ანუ სამშობლოსთვის ბოდიში და სტალინისტვის ეს ერთადერთი რამე იყო ისტორიაში. После войны, вот тот период, когда восстанавливалась страна, разве не было хороших его решений? Мы выиграли эту тяжелую войну. ჩვენ მოვიგეთ ეს სიმე ომი. Да, с большими потерями, но мы ее ну მესმისო დიდი მსხვერპლით თო выиграли. მაგრამ ჩვენ На მოვიგეთ. тот период, наверное, он принес много пользы. Но, наверное, было много и вреда. Лучший лидер России за მეორე последние 100 მე სამე лет. Сталин. ვინ იყო ბოლოს წელსში ყველაზე ძლევამოსილი რუსი მმართველი რუსეთის მმართველი საბჭოთა კავშირის მმართველი და სტალინი. Почему? რატომ? Сталин человек, который добился для страны, სტალინი იყო ადამიანი რომელიც აკეთებდა ყველაფერს ქვეყნისთვის. 15% роста ВВП в год. Вот сейчас Китай дает 6-7, შინეს 6-7% იქონა ეს ზრდა. а среднемировые 15% темпы роста ВВП 3. Это человек, который сделал из абсолютно неграмотной страны ანუ საუხო ანუ რაზე არის რეალურად აქ საუბარი, ცოტა წარმოიდგინე.
დაქცეული რუსეთი ან კამითა და იმეებით რა ქვია რაღაც ხოლმე შახტები შეიარაღებული, ხიშტები შეიარაღებული რუსეთი მიიფრინოს კოსმოსში. და ხდება ატომბირთული სახელმწიფო. დღეს რო რუსეთი ბლატაობს ამდენს, რისი დამსახურება სტალინის ინერციით მოდის ეს ყველაფერი. თვითონ რუსეთში რამდენი ებრძოდა სტალინს? ვინებიც იყვნენ სტალინის მერე, ხო, როგორ შეიძლება მე მაგათ ვერც შევადარ, ვინ უნდა შეადარა საბჭოთა კავშირის ისტორია, ვერავის ვერ შეადარა, საერთოდ. Митумეტეს ბოლო პერიოდში გორბაჩოვი და С самым лучшим образованием этот человек за достаточно короткий период. После, помните, 45-го года, после разрухи, после того, как что все было разрушено, города лежали в руинах, а строил страну так, что она запустила. ანუ ომის შემდგომ გახსოვთ ის პერიოდი, როდესაც ეს სანამატი სტალინური ისტორიები დაიწყებოდაო, ანუ კამი შეიარაღებული და დაბიჩავებული, ну, აი როგორ არ ვიცი რა სიტყვებით გადმოვთარგმნო. ნუ აი იმ ქვეყნისგან რომელსაც არ ელოდებიან არაფერს საერთოდ, რომელშიც კომუნიზმში აქვს დაახლოებით 40 წელით ადრე, 30 წელით ადრე ბოდიშით, ის ქვეყანა მიდის კოსმოსში და მას აქვს უკვე ბირთვული იარაღი. ეს ხდება სტალინის დროს. ეს ფაქტია უბრალოდ ისტორიული. აი მე არაფერს ახლა არ მინდა ისე წამოვიდე საქმე, რომ ახლა აქ რაღაც იმებს ვამატებ ან რამე. არა. არა, ნახეთ ხალხო რომ მე მესმის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ანუ შეიძლება არ გევასებოდეს სტალინი და მე შენი მესმის. მართლა მესმის. მე ყველას ვერ მოვთხოვ, რომ ჩემი პრიზმით შეაფასოს კონკრეტულად ეს პიროვნება, ზოგადად ჩემი პრიზმით შეაფასოს ზოგადად ადამიანი, მე ამას არავის არ ვახხოვ თავზე და არ მინდა ახლა ისე გაიგოთ, რომ ეხლა ვისე სტალინი არ გევასებათ, რას ამბობთ ის? არა, მე მაგას არ ვამბობ საერთოდ, არანაირ არ გულისხმობ, მაგრამ პრობლემა რა შეეცი და მე ჩემი გულის ტკივილი აქ რა იყო, ხო ეხლა აი, როდესაც ჩვენ ესე ძლევამოსილ ადამიანზე გვაქვს საუბარი, ხო? რომლის პიროვნების კულტი არსებობს, რომლის პიროვნება დღემდე გამოუკლებია, ადამიანი, რომელსაც დღეს ფულები მილიონები იდება იმაში, რომ ამ პიროვნებას ებრძოლონ, რომ სტალინის კულტი დააგდონ, რაც შეიძლება ძირს და რომ ვერ ერევიან და მკვდარი საშიშია, გამოდის და აი ეს ებრძვის ახლა სტალინს რა. ფემინური მოძრაობა, რომელიც მენსტრუაციაზე და იმაზე მე რაღაც ვიდეო ეს გამოდის და მე მელაპარაკება როგორ იყო სტალინი. ეს ხო რეალურად არის აი დიდი უვიცობა უბრალოდ. ძალიან დიდი უვიცობა. ცხოვრებაში შენ ახლა რომ აი ახალგაზრდა გოგო გამოდიხარ და სტალინის ცუდზე მელაპარაკები, ხო? ხო უეჭველი ვფიქრდები რომ ეს დაფინანსებულია. ხო აი რა თუნდა ამას ახლა ლაპარაკი რომ ეს ახლა ახალგაზრდა გოგოს რომელსაც თმები კარეზე და მოკლეზე აქვს შეჭამრილი და ჰაი-ჰუი და რაღაც იმეები არარუსულ მთავრობასო LGBT შმელგებეტეო რაღაც უცებ გამლის ეს ხო ნარატივია რეალურად. მე რო ვამბობ ხალხო არსებობს პიროვნების არქეტიპები. იუნგი შეგიძლიათ წაიკითხოთ. კარლ იუნგი დიდი ფსიქოლოგი. მან მიხვდებით. ძალიან მარტივი ადამიანის გაშიფრვა. უმარტივესი ადამიანის გაშიფრვა დღევანდელ სოციალური ქსელების პერიოდში. როდესაც ყველა საკუთარი თქმის ილუსტრაციით ავლენს საკუთარ თავს ვიდეოებში, სურათებში, პოსტებში და ასე შემდეგ. ძალიან მარტივი მონახაზია, ხო, აი ადამიანს რომელსაც პროფილზე უყენე ხა უკრაინა ევროკავშირის დროშა, მე იმის დიაგნოზი რო დასმული მაქვს სამარად ჟამოთ და მის გენეტიკაში უკვე. ეს ხო ცხადია. აქედან გამომდინარე ხალხო, ნახეთ, მე რატო წერდე ხა, მე საერთოდ შემელო არაფერი ჩამეწერა ამ იმას რა ქვია, რეაქციას არც ვერ გამოვიდნენ, მაგრამ მე მინდა რომ დაუპირისპირდე რას? მე მინდა დაუპირისპირდე უვიცობას, მე მინდა დაუპირისპირდე სამარცხვინობას და მე მინდა დაუპირისპირდე ისეთ სახის შეკვეთილ რაღაცებს, რო გონიათ აქ გამოხვალ აქ საქართველოში სტალინზე ცუდ სიტყვია, აუ რა მაგარი ტიპია, შეხედეთ სტალინზე ცუდი ლაპარაკა, სტალინმა ხო გოლოდომორი მოაწყო, სტალინმა ხო ამდენია ხალხი შეახოცა ომი მოიგო. ძალიან კარგად ვიცით ისტორია, დახვრეტებიც ძალიან კარგად ვიცი. მაგრამ ნახეთ, არსებობს მხარეები, რასაც შეგიძლია შენ შეაფასო ადამიანი პოზიტიურად, რასაც შენ არ გაგიკეთები უბრალოდ არასდროს და კაი ეხა სხვის ომში ბრძენი იყო, რომ ის არ მოეკლა, ეს არ ეკნა, ის არ ეკნა, ეს ღაპრები ამოვიდეთ თავში პოლიტიკა. მით დღეს არიან კიდევ ერთხელ მომორება ამდენი სამშობლოს მოღალატეები ყავთ ქვეყანაში. ამდენი დაუშელები დადიან ქუჩაში დღისით სუბთაჰაერს სუდკავეს საქართველოს მიწა-წყალზე მოღალატეები. და სტალინის დროს რამდენი იქნებოდა ეგეთი მითხარი. დღევანდელი ინფორმაციონალიზმის ხანაში დღეს რა შეგიძლია უნივერსიტეტში არის რეალურად და YouTube-ით გახდა განათლებული ადამიანი. იქ გადაცემებს უყურო, პოდკასტებს უყურო, იმე დღეს ვერ ვასწავლე ხალხს 2-2 რო 4-ია. ლიბერალებზე მაქვს საუბარი. 2-2 რო 4-ია, იმას ვერანაირად ვერ გამოვნახე ამის საშუალება. და თქვენ ახლა სტალინის დროს ვიღაცა დახურით, ეს იქ ფერიამის გადაასახლა. ბოდიშით რა. თქვენ რა გონიათ პოლიტიკა ის არის, რა ქვია, პოდკასტების ჩაწერა? თუ ის წყაროზე ჩასულა და იქიდან წყაროს და წყლის დალევა ეგონიათ პოლიტიკა? თუ ფისოს ხალხს გადაუსვენ რა, ვაიმე ფისო რა საყვარელი ხარ ეგაა პოლიტიკა. პოლიტიკა არის ძალიან ბინძური საქმე. და პოლიტიკას სისხლისთან ახლავს, ომისთან ახლავს, დიპლომატიასთან ახლავს და ბევრი სხვა რაღაცა კიდე.
ამიტომ ეს კაია გამოვალენ ეხა ისტორინა ბრძენები აქ ცხოვრებაში არაფერს არ მიუღწევიან და სტალინმა რა გააკეთა ის ხო ბანდიტი მკვლელი ყაჩაღი მიდი გააკეთე იგივე თუ მაგარი ხარ ბიძინა ვერ დაგიმარცხებიათ ხალხო ბიძინა ვერ გაგიყვანიათ ამ ქვეყნიდან რომელ სტალინზე და პუტინზე და იმაზე მაუძედუნზე მელაპარაკებით ეს სისულელია უბრალოდ რა მე ერთს ვიტყვი ძმაო ნებისმიერი ქართველი ვინც არის ანტისტალინელი საქართველოში მესმის მათი კიდევ ერთხელ მომბდო პატივს მათ აზრს და რა პრიზმითაც აფასებენ მესმის მათი მაგრამ არ არსებობს ქართველი დედამიწის ზურგზე რომელსაც სტალინზე როდესაც ეუბნებია რომ ამ ადამიანმა მოიგო მეორე მსოფლიო ომი და რაიხსტაგის თავზე ააფრიალა საბჭოთა კავშირის დროშა და მართლა ღირსებით შევიდა ევროპაში ეს იყო სტალინი არ არსებობს ადამიანი რომ გულის სიღრმეში მაგ ადამიანს სიამაყით არ აევსოს გული არ არსებობს ესეთი რამე ხალხო აი ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ მე დიდი გავიზდები კიდე თქვენ დიდები გაიზდებით ვინც ახალგაზრდები მეყურებთ ვინც ცოტა ასაკში ხართ მოხუცდებით სტალინის ფიგურას ვერ წააქცევენ მე გრიშაუნიანმა ძალიან საინტერესო რაღაც მითხარ, როდესაც სტალინზე საუბრობდით, ხო? გრიშაუნიანი არის ადამიანი, რომელიც პოსტდამში არის ნამყოფი თეირანშია და მასალები აქვს იქიდან დაწევლა, მრავალტომეული უწერია ბატონ გრიშას. პირადად ვისაუბრე და საკმაოდ პოზიტიური რაღაცები რო უთხარი. ამ მიმართულებით ისეთი რაღაცები ვიცოდი, რა ძალიან ცოტა მიცის სტალინის შესახებ, ძალიან გაუხარდა და მაშინ გრიშაუნიანმა მითხრა ძალიან საინტერესო რაღაცა ესეთი, რომ აი სტალინის ფენომენი რო არ არსებობდეს ისტორიაში, ადამიანს ჭირდება გამოიგონოს მისი კულტი, რათა იარსებოს. ეს ძალიან საინტერესო სოციოლოგიური დასკვნა სხვათა შორის. სტალინი რო არ არსებობდა, შენ უნდა გამოიგონო ის, რადგან ის შენ ხალხს ჭირდება, ის იდეა ჭირდება, ის გამარჯვება, ის ძერჟავა ჭირდება ქართველი ხალხი არის ამაყიერი. ჩვენ ვართ ამაყი ხალხი, ჩვენ ნებისმიერ ადამიანს შენ შეიძლება არ გევასებოდეს, თავით აღმაშენებელი, არ გევასებოდეს სტალინი, არ გევასებოდეს გიორგი სააკაძე, მაგრამ არ არსებობს შენ გულის სიღრმეში არ გაგიჩნდეს პიროვნული სიმპათიები და პიროვნული სიამაყე, როდესაც იგებ ქართველმა რა წარმატებას მიაღწია რუსეთში, რა წარმატებას მიაღწია ამერიკაში, რა წარმატებას მიაღწია გერმანიაში და შემდგომ. რატო? იმიტომ რომ ქართველები ვართ ინდივიდუალისტიერი. ჩვენ ინდივიდები, აი ისეთი შეიძლება ინდივიდი გამოვიდეს საქართველოსდან, რომ სოფლიო წააქციოს საერთოდ. მაგრამ ახლა მასას რამხელა პრობლემები გვაქვს ხედავთ, ხო? იქ რაღაცა პრორუსობას ვარკვევთ, პროამერიკელობას ვარკვევთ, რაღაც ლიგები გვაქვს შექმნილი და ბაბლები. ეს ცდარია. ქართველები ვართ ინდივიდუალისტიერი, ინდივიდები ვართ მაგრები. თორე მასა არც ისეთი არა როგორც პიროვნებები. თორე ჩვენ ვართ ერი, რომელსაც სტალინი ყავდა, ჩვენ ვართ ერი, რომელსაც დავით აღმაშენებელი ყავდა, ჩვენ ვართ ერი, რომელსაც ერეკლე მეფე ყავდა, ჩვენ ვართ ერი, რომელსაც გიორგი ბრწყინვალე, თამარ მეფე და ეგენი ყავდა. ეს ისტორიული ფაქტია. ანუ რაც არ უნდა რუსეთმა იბლატაოს იმაზე, ვაიმე რა მაგარი ვარ, აი მაგარი ვარო, ჩვენ ხო ვიცით რომ მისი სიმაგრე არის ამ ადამიანის დამსახურება. ამან შეუქმნა ეგ საფუძველი. და ეხა ადამიანი როდესაც მოდიხარ და იმას მეუბნები რომ აი სტალინს უფრო მეტი საქართველოსთვის გაეკეთებინა, ჯერ ეგეთი გააკეთა, იქ ჩვენ კარგად ვიცით ეხა რეიბიც გააკეთა მაგას საქართველოსთვის და ის დეგოლთან დარეკვები და ის რა ქვია განძის საქართველოს განძის რა ქვია გადარჩენა ამ ყველაფერს დამატებული თეატრების, ფილმების გადაღება და ეგ რაღაც, მაგრამ უნდა დაფიქრდე ხა რომ საბჭოთა კავშირის იდეა თავის თავში ატარებს ნაციონალიზმის მიუღებლობას. ანუ ნახე, როდესაც საბჭოთა კავშირის ლიდერი ხარ, მე ხა გიხსენებთ კონცეფცია როგორია, წმინდა წყლის აი თეტრესისეული იდეოლოგიური გაგებით. რომ საბჭოთა კავშირი თავის თავში მოიაზრებს პროლეტარიეტის დიქტატურას, ანუ საბჭოთა კავშირი ავტომატურად გამორიცხავს რომელიმე ეთნიკური ერის წინ წამოწევას. ანუ სხვა რა ეთნონაციონალიზმი, ან ეთნიკური მაგალითად კონსერვატიზმი, ეს არის წმინდა წყლის მუშათა საზოგადოება. ანუ ეხლა თქვენ სტალინს თხოვთ იმას, რომ ეხლა სტალინი გამოსულიყო მეორე მსოფლიო ომის რა, ჰეი, ეხლა მე რახან იდეა მოიაზრებს საბჭოთა კავშირის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმას რომ აქ არის მუშათა საზოგადოება. ანუ იდეა რაც მარქსმა დაწერა არის ეგ. აქედან გამომდინარე, ვერ შეაფასებთ ხალხს მას. კარგად უნდა შევაფასოთ სწორად. ვინც ვერ გაიაზრებს ისტორიული რეალობის არსს, არის გამზადებული და არის სრული სამზადიში რომ ის დამარცხდეს. ეს იყო ყოველთვის ასე. მაგალითად შენ გესმის რა არის ჰიტლერი ამბობდა ესეთ რაღაცას რომ მე მაიკაფში უწერე ესეთ რამე რომ მე როდესაც გავაცნობიერე რა არის ისტორიული რეალობის არსი, სწორედ მაშინ ჩავწვდი რა იყო გერმანელი ერის პრობლემა. ეხლა თქვენს არ ამარ გავაცნობიერებთ რა არის ჩვენი პრობლემა. აი ვერაფერს ვერ დავსვათ საერთოდ დიაგნოზს. რატო ვართ ამ ხელა პრობლემებში? ქართველს არ ადარდებს მატერიალური კეთილდღეობა და ამჯერ ქართველი არის ამაყი ადამიანი. აი ამაყი პერსონა. ქართველი შეიძლება მშიერი იყოს, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანი არის ღირსება. ჩვენ ღირსეულიერი ვართ.
ქართველისთვის უფრო მნიშვნელოვანია მაგალითად ერთი გოჯი მიწა აფხაზეთის, ვიდრე შენი კეთილდღეობა. რატო? იმიტომ რომ ესეთი მებრძოლიერი ვართ, ესეთი ბაგრები ვართ და ესეთი სულისკვეთები აქვს და ჩვენ ერმა გაზარდა ესეთი დიდებული ხალხი. და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ხალხო ეს პიროვნებები. სტალინის უნდა გამოვიყენოთ ამისთვის, როგორც პიროვნება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სიტყვაზე არ გამომეკიდოთ. უნდა გამოვიყენოთ თავით აღმაშენებელი, უნდა გამოვიყენოთ გიორგი ბრწყინვალე, რომ ეს ადამიანები აჩრდილივით და წითელი ხაზად გადიან ჩვენს ისტორიაში. რომ ჩვენ თუ მაგალითი არ ავიღეთ ესეთი მაგარი ხალხისგან, აი დავემსგავსები და ესეთ ბეჩავ მემარცხენე ლიბერალურ ჩამყაყებულ აქტივისტებს. აი მან ისე რატო დახოცა იმან ისე რატო მოკლა აი ერთი წამი მაგათ მაინც ანახონ რა იყო რეალობა მაშინ ხო აბსოლუტურად სხვა დასკვნებს დადებენ მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ ხალხო მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ძალიან სრული სიცხადით ლიბერალი არ არის ადამიანი ის არის სხვა პლანეტიდან ეს არის პეძიკების პლანეტიდან მოსული საზოგადოება მე ესეთი ჯერა ალბათ სხვა პლანეტის სიცხლე არის და ჩამოსახდნენ მე-16 საუკუნეში საფრანგეთის რევოლუციის წიაღში ჩამოლაგდნენ და მისი დინასტიები და მაგათ მოყავთ ახლა ყველაფერი სოფლიოში რა და მათი ლიბერალს არ ისმის ელემენტარული როგორია სამყარო. აი გინდა თქვენ წაიკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, შესანიშნავი წიგნია, იქ არის ლიბერალური და რეალიზმის სკოლა, ეს ძალიან დიდი ფილოსოფიური და პოლიტფილოსოფიური დებატებია, ჰანს მორგენთაუ, მაკიაველი, თომას ჰობსი და იქით ლიბერალური ავტორები, წაიკითხეთ ხალხო, აი ჩემი თუ არ გჯერა თქვენ თვითონ დასკვნები გამოვიტანეთ, რამხელა სისულელეებზია ნაშენები მთლიანი ეს მსოფლმხედველობა, ეს ინდივიდუალიზმები ეს რაღაცა ღმერთ იმან რა ქვია ბუნება მომანიჭა ეს უფლებები ლიბერტე ღაგლიტე ფრატეღლიტე თავისუფლება თანასწორობა ძმობა და აი საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ საფრანგეთის რევოლუცია ისე მოაქვთ ხოლმე გეგონება ეხა რას ამბობ საფრანგეთის რევოლუციამ საფრანგეთის რევოლუცია არის ისტორიული დაღმასვლა კაცობრიობაში როდესაც ბომჟებმა აიღეს ბასტილის ციხე და დააქციეს ბურჟუაზია და არისტოკრატია მაკედან მოდის უკვე მსოფლიოში სექსუალური რევოლუცია, ვოუკიზმი, LGBT აქტივისტობები და ყველანაირი გაღწენება, როდესაც ბარბაროსი შეაღწევს კონსტანტინოპოლში, იმ სიწმინდეს ჩამოაგდებს მისი აშენებული კულტურა არის მხოლოდ და მხოლოდ ბარბაროსული ხალხო. შუა საუკუნეებში გიჟები კი არ იყვნენ, მდიდარს რო აყოლებდა შვილს, ჭკვიანს. რატო? იმიტომ ყველა ზრუნავს საკუთარ გენეტიკაზე. სოციალური კლიშები და სოციალური ისინი ფენები არ უნდა ჩამოაქციო. ყველა ბიბლიაში შესანიშნავად არის ესეთი რამე ნათქვამი რომ ყველა დარჩეს იმად რადაც არის ხმობილი რადაც შენ ღმერთმა გიხმო იქ დარჩი იქ რაშიც კარგი ხარ ეხა მე როგორც რო გამოვიდე და UFC განვიხილო ეხა ხო მეტყვი შენ გიჟი ხო არ ხარ მთელი შენი არხი სხვა კონტენტზე გაკაწყობდი რა UFC-ს განიხილა ვან რა ფეხბურთს განიხილა ვან კიდე რავი რა მანქანებს განიხილა მე რო მანქანები განვიხილო ხო სასაცილო იქნება რა სადმე და სად მანქანები ხო ამიტომ ხალხო ღმერთი გეუბნება მაგას ყველა დარჩეს იმად რადაც არის ხმობილი შენ თუ ამად არ დარჩი სასაცილოდ გაიხდი უბრალოდ ხალხში თავს ყოველთვის კამერები ვერ გადაარჩენს ადამიანს. ყოველთვის ვერ გადაარჩენს ადამიანს ის დაუშელობის სინდრომი, კლავიატურაზე რომ დაჯდებიან და დედის ჰაიხუეზე გინებებით რომ მიდიან ერთმანეთსთან, არ შეიძლება. რომ ჩვენ ადრე თუ გვიან, გინდა მიწერ სამყაროში და გინდა ზეციურ სამყაროში მოგეთხოვება ამის გამო, ჩვენი ცოდვების, ჩვენი უაზრობებისა და ჩვენი უვიცობის შესახებ კიდე. ამიტომ ესეთი დასკვნები გამოგაქვს ხალხო რომ აი ვინების ხა სტალინის უპირისპირდებიან საერთოდ დიდ ისტორიულ პიროვნებებს მათ არ აქვთ აღქმა რეალობის სწორი ან ზოგადად ვერ აღიქოვენ რეალობა როგორია მათ სხვა პრობლემები აქვს twin-ში ხო ხა ახალგაზრდა გოგო რო გამოხვალ და სტალინზე ჩაწერა ვიდეოს ეს რო დაფინანსებულია ხალხო მანახეთ დედამიწის ზურგზე 18-დან 30 წლამდე გოგო რომელიც სტალინზე ფიქრობს და ბაწარს გავიყდა ჩავმოვიკიდებ თავს ახლა რა სისულელეა კაი მე შეიძლება დავფიქრე ბუშნერებს იქ მასონები იქ deep state-ი mid state-ი იქ ბიძინა იქ ის სტალინი მე შეიძლება იმიტომ კონტენტი მაქვს მაგ წლები ამაზე მონაწილეობდა და პროფესიით ესეთი ვარ და ჰობიც ეს ამაკ და რავი ხო ვიღაცა გოგო სტალინზე მელაპარაკე შილაკი გაკეთებული ის რაღაც წასმული გაქვს სახეზე პირსინგი გაკეთებული მენსტრუაციის ციკლზე მელაპარაკები და გამოდიხარ და სტალინზე თარა ვიდეოს წერს იმას კი არ წერს საბჭოთა კავშირმა მოიგო არა სტალინის მოგება ინდივიდუალური არ იყო ხვდებით რა ვიდეოში მოგება პროპაგანდაა ჩადებული რომ შემკვეთმა ვინც ფული გადაუხადა მაგას აი წინასწარ უთხრა რომ შენ სტალინს უნდა გავუსვა ხაზის აბა ვის ადარდებს საბჭოთა კავშირი ხარ საბჭოთა კავშირი დაიქცა იმას ვინ წამოაყენებს ფეხზე მაგრამ მაგათ ეშინიათ სტალინის მკვდრის ეშინიათ მკვდარი არის საშიში მკვდარი მაგათ გონიათ რომ ფეხზე წამოდგება და ესეც მოხდება მე მაგის გარანტიას გაძლევთ სტალინი სხვაში გაიყვეწებს თუ სტალინი აღარა ცოცხალი სტალინი სხვაში გაიყვეწებს სხვა ადამიანში მომავალში და იმ ადამიანის ეშინიათ
საერთოდ ანგლოსაქსები დღემდე ჩალიჩობენ, მე უნივერსიტეტის პერიოდში ძალიან კარგად ვარ მე მაგ საკითხებს გაგონილიც მაქვს და პირადად ქონია საუბრები და ისინი ბევრს ჩალიჩობენ, მათ უნდათ რომ მოკლან პიროვნების კულტი და მომავალში მათ არ უნდათ მიიღონ ახალი სტალინის საქართველოში. აი რისი ეშინია თქვენში. რისი ეშინია თქვენში, იცით, ჩემო კარგო ქართველებო? რისი ეშინია თქვენში სტალინი არ გაჩნდეს. აი რისი ეშინია დასავლეთს. იქ შეიძლება ძმაო, ნახე, მე არც ბირთვული ბომბი მაქვს. პატარა ქვეყანა ვარ საქართველოს დალოცოს ღმერთმა, პატარა ქვეყანაა, ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები რუსეთის მიერ. იქ დასავლეთი გვჭამს, იქ ჩრდილოეთი გვჭამს, იქ აღმოსავლეთი. ომს ვერავის არ მოუგებთ. მაგრამ რისი ეშინია ჩვენი, იცი, რომ ჩვენში შეიძლება სტალინი გამოვიდეს. აი სადღაც მოვიდეს რუსეთში, რაღაცა, რავი, საქართველოში ან რავი, თურქეთში ან მაგის ეშინია. იცი, მაგარი ქართველი ერი ვართ ძალიან მაგარი. როგორც ინდივიდები ვართ ძალიან მაგრები. აი მარტო საქართველოსდან შეიძლება გამოვიდეს ესეთი პერსონა, რომელმაც აი დაამარცხოს თელი ნაცისტური ურდო, რომელსაც შეუძლია დაამარცხოს თელი ეს ებრაული მასონიზმი, რომელსაც შეუძლია ეს deep state, აი იმენა საქართველოს სალვადორდალის ნახატი, ხო იცი, კავკასიას რომ მიუთითებს და რომ ქართველები ვართ, აი ღვთისმრჩეულიერი ვართ, მე ამის მჯერა. ახალი აღთქმის ისა რა ქვია, ქრისტეს კვართი საქართველოშია, უდიდი მესის მახვილი მეფე საქართველოში ყავს და ვითახმაშენებელი გიორგი ბრწყინვალე ტამპლიერთა პრესისტორი საქართველოშია, სტალინი რომელად მეორე მსოფლიო ომი ქართველია, ამის ეშინიათ ხალხო. იმიტომ გებრძვიან თქვენ. თქვენ გებრძვიან. სტალინს კი თქვენ გებრძვიან ამით. თქვენში არ უნდათ ახალი სტალინი მიიღონ, ხვდებით? მაგრამ პრობლემა რაშია, იცი რომ ახალ სტალინს თვითონვე შექმნიან ეგენი. საკუთარი ცრუპენტელობით, პროპაგანდით, მამნებლობითა და უვიცობით, რასაც საქართველოში ეწევიან. რომ ქართველები ვართ მაგრები, ინდივიდუალისტები ვართ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ინდივიდები ძალიან მაგრები ვართ. და მე ამის მჯერა, რომ საქართველოსთან გამოვა კიდევ ახალი სტალინი და ქართველებსაც გამოაფხიზლებს, სოფლიოსაც გამოაფხიზლებს და ყველას. რავი, თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? დაწერეთ დაბლა კომენტარებში. დროებით.